Salvებით მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ უკვე დაიწყო ერთმანეთის ჭამა და როგორც უკვე ცნობილი გახდა, გახარია და ხაზარაძე ამ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას და სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გახარიაც და ხაზარაძეც გამუდმებით გვიმტკიცებენ იმას, რომ ქვეყანაში მყავს პირველი არალეგიტიმური ხელისუფლება და მეორე გვიმტკიცებენ იმას, რომ ქვეყანაში მყავს პირდაპირ რუსული ხელისუფლება, მათივე ლოგიკას თუ გავყვებით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოდის არალეგიტიმური და რუსული ხელისუფლების მიერ ჩანიშნული არჩევნები. შესაბამისად, ამ არჩევნებში მონაწილეობას და მის შედეგებს, თუ კი ეს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ არის დანიშნული, ჩალისფასიც არ აქვს. იმიტომ რომ ეს არჩევნებიც თავისთავად გამოდის არალეგიტიმური, თუ კი ის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ჩანიშნა. შესაბამისად, რატომ უნდა იღებდნენ აი ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, რა აზრი აქვს, თუ კი ისინი გულწრფელები არიან იმაში, რასაც ელაპარაკებიან პირველ რიგში თავის საამორჩევლეს და მერე სრულიად საზოგადოებას. ასევე მათივე ლოგიკას თუ გავყვებით, რუსული ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნები გამოდის რუსული არჩევნები და ვინც ამ რუსულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თვითონაც ხდება რუსული წესებით თამაშის მონაწილე და ამ რუსული თამაშის მონაწილე და თვითონაც რუსი გამოდის, ხო, ბოლო ჯამში. შესაბამისად, ძალიან მაინტერესებს ამ ამბავს, როგორ ახსნის გახარია და ხაზარაძე და მე ამის ახსნის ორ ვარიანტს ვხედავ. პირველი ის, რომ გამოვიდნენ და აღიარონ, რომ არიან მატყუარები და გვატყუებენ დღემდე, როცა იძახიან, რომ ქვეყანაში გვყავს არალეგიტიმური და რუსი ხელისუფლება და აღიარონ ის, რომ ქვეყანაში გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქართული ხელისუფლება, რომელმაც ჩანიშნა ლეგიტიმური და ქართული არჩევნები და შესაბამისად აი ამ ლეგიტიმურ და ქართულ არჩევნებში გადაწყვიტეს ლეგიტიმურად და ქართულად მონაწილეობის მიღება გახარიამ და ხაზარაძემ. ეს ერთი ვარიანტი იმის ახსნისა, თუ როგორ უნდა ახსნან ამ ადამიანებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და მეორე ვარიანტი არის ის, რომ ამ ამბავს გახარიამ და ხაზარაძემ ის ახსნა მოუძებნოს, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ თვითონაც რუსები არიან და იმიტომ გადაწყვიტეს აი ამ რუსული ხელისუფლების მიერ დანიშნულ რუსულ არჩევნებში მონაწილეობა. მე აქ სხვა გზას და ვარიანტს ვერ ვხედავ, თუ რა ახსნა შეიძლება რომ მოუძებნონ ამ ადამიანებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ასევე განსაკუთრებით მაინტერესებს ეს ამბავი როგორ უნდა ახსნას ალეკო იგივე კიკუ ელისაშვილმა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანი თამაშობს გულწრფელი ადამიანის როლს და ეს ადამიანი გვევლინება როგორც თავგამოდებული მებრძოლი რუსებთან და პირდაპირ რუსულ ხელისუფლებას ეძახის ქართული ოცნების ხელისუფლებას და პირდაპირ მუშტიკრივზეა გადასული და ყველას კარგად გვახსოვს დინარაძეს რომ მიეპარა პარლამენტში არაკაცურად, სწორედ ეგ მიაძახა, რომ თქვენი რუსი დედა მოვტყან. შესაბამისად, ძალიან მაინტერესებს პირადად თვითონ ელისაშვილი მიიღებს თუ არა აი ამ რუსების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას და ასევე რანაირად ახსნის იმ ფაქტს, რომ მისი მამა მარჩენალი მამუკა ხაზარაძე იღებს მონაწილეობას და მისი პარტია იმ რუსების მიერ დანიშნულ არჩევნებში, რომელ რუსებსაც თავგამოდებით ებრძვის ბატონი კიკუ ელისაშვილი. ეს არის ყველაზე მეტად მე პირადად რაც მაინტერესებს მოკლედ ამ ამბავში და კიდევ ერთი რამე მინდა დავამატო. ნაციონალური მოძრაობა
მეტად ღირსეულად გამოიყურება ამ შემთხვევაში, ვიდრე დანარჩენი აი ეს გახარია და ხაზარაძე და მათი პარტიები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველ ჩვენებას აწვება და იძახის ისევ იმას, რომ არალეგიტიმურია ქართული ოცნების ხელისუფლება და ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩანიშნულ არალეგიტიმურ არჩევნებში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობასო და ამ არჩევნებში მონაწილეობით ლეგიტიმაციას არ მივცემთ ქართული ოცნების ხელისუფლებასო. აი ასე ხსნის ნაციონალური მოძრაობა იმ ფაქტს, რომ რატომ არ იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ჩემი აზრით მეტად ღირსეულად გამოიყურებიან, ვიდრე აი ეს ხაზარაძე და გახარია, რომლებიც რაღაცა 2 თუ 9 თამაშს თამაშობენ და პირდაპირ, როგორ თქვა, პროჭებივით იქცევიან პირველ რიგში თავისი ამორჩევლის წინაშე, რომლებიც კიდევ ერთხელ აღნიშნავ და გავიმეორებ, თავის ამორჩეველს გუშინ არ წუნებდნენ იმაში, რომ FSB-მ გაგვიყალბა არჩევნებიო და პირდაპირ FSB-ს დანიშნული ხელისუფლება გვყავსო საქართველოშიო და დღეს გადაწყვიტეს, რომ აი ამ FSB-ს მიერ დანიშნული ხელისუფლების მიერ ჩანიშნულ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და თავის ამორჩეველს მოსთხოვენ, რომ აი ამ FSB-ს მიერ ჩანიშნულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და შემოხაზო გახარია და ხაზარაძე. ეს არის რისი თქმაც მინდოდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე გახარიამ და ხაზარაძე. ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა დღეს ამ თემებთან დაკავშირებით.